პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. Თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ? ძალ დედამთილური თუ უფრო მეგობრული? მე ვთქვა? თუ შენ იტყვი. ათქმევინე თუ კი, ბრძანეთ ქალბატონთან. ეხლა ჩემი დედამთილი არ ვამბობ ხოლმე. არც მე. დედა დაეძახა, ეს იქნებოდა ჩემთვის იცი როგორი გარკვეულად შეიძლება შეურაცხყოფელიც კი ხედა არის დედა. თამრიკო გული მიჩუყდება, ამდენი ჩემზე არ ილაპარაკ. ამაცადე. ეხლა ის არის რომ შენ ჩემზე ილაპარაკო მე. დაუტანელი გოგოა. ეხლა გინდა დავიწყო როგორ. რას მეძახი? ქალბატონი ხიფათა. ეხლა 17 წელი არ ჩაგვეყაროს წყალში. თამრიკო. რა გინდა კაცო? ხე გონია რომ მე ვერაფერი ვერ გავიქე. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ტელეფონს არ პასუხობს, 2 ზარის შემდეგ უკვე იწყება განგაში. 112 ჩირიკება? მე ვარ თვითონ 112. მოყვეს თვითონ რომ არ პასუხობს ტელეფონს. თვითონ ხო ეგ მაინტერესებს. მოყვეს. ეგ პირიქით როგორ არის? ჩაიდინა. ამიჩერდა მანქანა და იქ იყო სკროლი დაბჭექი და მივედით დანიშნულ ადგილას. ეს ერთი ძალიან არ დამაგვიანდა. კაცინებს ვერ გავიგე. გიას აქ ყველაზე კარგი კითხვა დასმირო. ძაღლი ყებს? ძალიან კარგი იუმორი გაქვს. მართლა მადლობ. ჯანსაღი ურთიერთობები აღბადგინოთ ეს იყო საქართველოში. მაინც ამაზე იდგა მე მგონი ჩვენიერი. მოგესალმებით, მე ანა ვარტყებუჩავა და ეს მეხუთე ელემენტია და ჩვენ უკვე გვაქვს ლოგო. რომელზეც იზრუნა ნეონი სპეისმა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. აქვე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი საქმიანობისთვის დაამზადებინოთ როგორც ნეონი, ასევე სხვა სარეკლამო განათება და ისინი მდებარეობენ გიორგი დანელიას 27 ნომერში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ასევე მადლობა ჩვენ სპონსორ Ashley Home Stories, რომელიც გვთავაზობს ძალიან კომფორტულ ავეჯს, როგორც ჩვენი სახლისთვის, ასევე ოფისისთვის, ამერიკული ხარისხი საქართველოში. დღეს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სტუმრები, რომლებიც არიან ძალიან ლამაზი, ცნობილი და ნიჭიერი გოგოები, სულ სხვა კუთხით გაგაცნოთ. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ესეთი დეტალური ინფორმაციები არ გექნებათ მათ შესახებ. ასე რომ მოემზადეთ ძალიან საინტერესო პოდკასტი გერით. ხოლო იქამდე გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორია ორი ნაბიჯი, ნუ გადაიხდით. მეც მოიმარაგეთ ზოგეს პროდუქტები. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმრები არიან ულამაზესი და უნიჭიერესი რძალ დედამთილი თამრიკო ჭოხონელიძე და ანი იმნაცე. გამარჯობა. რძალ დედამთილი ასე წარდგენა თუ გქონიათ როდესღაც. აქამდეც მივედით. პრინციპში არა ხო? არა. მადლობა. იმიტომ რომ თქვენისთანა სტუმრები ჩემთვის ძალიან ის არის დიდი გვერდში დგომა ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი პოდკასტი ჯერ ახალია და ძალიან მიხარია ისეთ სტუმრებთან შეხვედრა, როგორც თქვენ ხართ. მე იცი მაინტერესებს როგორ შეხვდით პირველი შეხვედრა როგორი იყო. მაინც ვემზადებით. მე უსაყვარლად დედამთილი ყავს, მაგრამ ვემზადებით ჩვენ გვინდა რომ მოვაწონოთ თავი. თქვენი მაგ თამრიკო ხო არის ყველა მისი ავნანაზე გავიზარდეთ, არის ეს რაღაცა მოლოდინი, როგორ შევხვდები მე მას და როგორ შემხვდება ის მე ხო იცი და როგორ ნერვიულობდი? გამარჯობა. ანა. გამარჯობა. მიხარია რომ შენთან ვარ. მე არ ვარ ხოლმე დიდად აქტიური გადაცემებში და პოდკასტებში. ვიცი და მადლობა. სიარულში და მართლა გულით მოვედი და მიხარია რომ შენი პირველი ეპიზოდები რაც უკვე გავიდა ძალიან წარმატებულია და სახლშიც ვუყურეთ. მადლობა. თამრიკოს პირველად არ შევხვდი როგორც სადედამთილოს ან თუნდაც შეყვარებულის დედას. ჯერ შევხვდი როგორც ჩემი მეგობარი კოკოს დედას. მანამდე შევხვდი რამდენჯერმე ვთქვათ კოკოს მოაკითხა გადაღებაზე, სატელეფონო საუბარიც კი გქონდა, იმიტომ რომ თუ ოჯახის რომელიმე წევრი ტელეფონს არ პასუხობს, 2 ზარის შემდეგ უკვე იწყება განგაში. 112 ჩირიკება? დახლო. მე ვარ თვითონ 112. არა ხო. ესე გეგმიდა და მეკითხა და მაგას აუცილებლად მეც მითხეს რაღაცები და ეგ უნდა კითხო აუცილებლად. მოკლედ მე და კოკო როცა
შეყვარებულები გავხდით, უფრო მარტივად, ხო, და უფრო მსუბუქად. გადალახული. კი, ამიტომ ეს მე მინდა გითხრა რომ ერთ სერიალში იყვნენ გოგო და ანი რა ერქვა სერიალს მესამე თაობა ხო და უბრალოდ აი ხო არის რაღაც მე ყოველას მიმართ ძალიან კარგად ვიყავი განწყობილი მთელი კოლექტივის მიმართ ეს ბავშვები რომ თამაშობენ დამწყები მით უმეტეს ხასნაირად ძალიან მესიმპათიურა ანი და ნდობა გამოუცხადე და ამიტომ მისი ტელეფონი აღარ მახსოვს ხომ ვინ მომცა და კოკომ რომ არ მიპასუხა პირველი დაურეკე ანის მახსოვს და მე კოკოს დედა ვარ მეთქი უთხარი და ნუ რაღაცა აღარ მახსოვს რა გითხარი თავარი იყო რომ კოკო ჩაგაბარე ხო არ ვიცი და გულმა გიქცევა რაღაცა მე იყო სპექტაკლი სადაც ანი მონაწილეობდა და ჩამოვედით კოკო მითხრა რომ იცი რა ანის დედაც მოდისო ჩვენთან ერთადო და უნდა წავიდეთო და წამოვედით თელავში ვთამაშობდით იმ დღეს ხო ხო და ჩავიჯინე მანქანაში გოგო როგორც ვერ მივხვდი ეს ანი ხო არ არის ვფიქრობ იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა დედა ყავს ანის ძალიან თან და ისე გავს ვერ წარმოიდგინე უბრალოდ დავიბენი უცბად ვის ვიჯერ მანქანაში ვფიქრობ იმას ანის ხო სპექტაკლი აქვს ხო და მე კოკო მიხარ ნამდვილად ანის დედა ხო და აი ესე წამოვედი ცოტა დაძაბული იყო ია ძალიან მეც თავიდან ცოტა რაღაც მაგრამ ესეთი თბილია ესეთი კარგია რომ შეიძლება იმ დედის შვილი რომ სხვანაირი ყოფილიყო როგორც მე წარიმართა მე ჩემი და ანის ურთიერთობა ძალიან მე მე გამახსენდა როგორ გავაცანით მე და ჩემმა ქმარმა ჩვენს მშობლებს ერთმანეთი ბილეთები უყიდეთ კინოში და გავუშვით. ვაი, რა კარგია. პირველი უხერხული პაემანივი და 4-ვე გავუშვით, მამა ჩემ აიღო თავის ეს რაღაცა ტრანსპორტი და 4-ვე გავუშვით. არა, მე მგონი სხვები იყო. 3-ვე გავუშვით იმაში. კიდე ვიღაცა მეგობარი იყო, მე მგონი, აი, გარემო რო ცოტა მსუბუქი ყოფილიყო რა. არ მახსოვს დედა ჩემის დაქალი და მისი მეუღლე თუ რაღაცა და ჩემი დედა მთინდა დედა ჩემი და მამა ჩემი. ჩვენ გავერიდეთ ამ ყველაფერს და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს დღემდე. თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ? ძალ დედამთილური თუ უფრო მეგობრული? მე ვთქვა? თუ შენი ტყვი. მე ყველაფერი გაცხადდება ხოლმე, ხო იცი არაფერი მან. იცი რა, უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, მე ძალიან მიმდევარი ვარ და ძალიან პატივისმცემელი ზოგადად ტრადიციების, მაგრამ არის რაღაც ტრადიციები, რომელსაც მივდებ დღემდე და ძალიან მომწონს. საქართველოში ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ეს გვაქვს რა ქვია, რაღაცა წინაპრების მიერ ბევრი საინტერესო ტრადიცია შემონახული. თუმცა არის რაღაც ტრადიციები, რომელსაც მე უბრალოდ სიამოვნებით დავჩეჩქვავდი, აი, უბრალოდ საერთოდ გავაქრობდი და აი ეს არის ზუსტად რძალმა რომ დედამთილს დედა უნდა დაუძახოს. ეს არის ჩემთვის რა კოშმარი. ეხლა როგორ თემაში? აი, არ ვიცი, ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ რომ მე ანისთვის არასდროს ვიქნები დედა. იმიტომ რომ ანის თავად ისეთი დედა ყავს და ეს დედის ცნება როგორც ასეთი არის ჩემთვის ძალიან ბილი, ძალიან მტკივნეული, ძალიან ფაქიზი და ის რომ დედაშვილობას არ ცვლის არაფერი. ამას ანგრევს მოთხოვნა რომ დედა ჩემს დაუძახე დედა. ეს არის აი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ მე შეიძლება დედამისზე უფრო მეტად დაუდგე შემთხვევაში მხარში, უფრო მეტად ვემეგობრო დაუშვათ იქ რაღაც შეიძლება დედამის არ უთხრას და მე მითხრას და პირიქითაც. მაგრამ ის რომ დედა დაეძახა, ეს იქნებოდა ჩემთვის იცი როგორი გარკვეულად შეიძლება შეურაცხყოფელიც კი ხა შეიძლება დამეტაკონ ამაზე და ატყდეს ერთი ამბავი რომ აი მე როგორ დედა ხო დიახ იმიტომ რომ დედა არის დედა და იმას არ ქვია უკვე სხვა სახელი ქვია იმას როგორც გინდა და აი ეს იყო ჩემთვის პირველი ის რომ ეს პრობლემა ჩემთან მოსნილი იყო იმიტომ რომ ჩემგან არ იქნებოდა ეს მოთხოვნა რა თქმა უნდა და მით უმეტეს კოკო და ძალიანაც რომ ეთხოვა ეხა არ არის ეს ის ტიპი რომელიც მაგას გააკეთებ და დარწმუნებული ვარ და ძალიან მესიამოვნებოდა ამას თუ ან თქვენ თვითონ უთხარით რომ არა კაცო არ ყოფილა საერთოდ არ ყოფილა არა მე ვიცნობ ადამიანებს რომლებიც დღემდე ვერ მიმართავენ საკუთარ დედამთილს სახელით ეუხერხულება და აი ესე კი აი თვალში გაუყრე და თქვენ და იმან უნდა მიხვდეს რომ თქვენ არის ის ახლა უკვე სახელით მიმართავ მაგრამ
თქვენობით რა თქმა უნდა, ველაპარაკები, კი, რა ბატონო. თქმა უნდა რა. მიუხედავად ჩვენი ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობისა, იმიტომ რომ ეგ რაღაც პატივისცემაა. ხო, და თან იცი რა, რამდენადაც ახლოს არ უნდა ვიყოთ და ეს ასეა, რაღაც ზღვარი, რომელიც დედამთილთან კი არა, ყველასთან ურთიერთობაში საჭიროა, შვილთან, დედასთან, მამასთან, ქმართან, ცოლთან არა აქვს მნიშვნელობა. გაიმართლა ეხა თავი, იმიტომ ზღვარი მაქვს. არა, გვაქვს არა, ჩვენ ეს ხუმრობ, საზღვარი, გეთანხმები, რომელსაც კი, აი კი, თუ ამ საზღვარს გადადიხარ, მერე კარგადაც და ცუდადაც რაღაცნაირად იზილება ყველაფერი რა და მერე თითქოს იკარგება ის კარგი ატმოსფერო, რაც შეიძლება გქონდეს და რომელსაც ორივე ქმნის, გონია რომ მერე უკვე ეხლა იცი მე არ მიყვარს ხოლმე ზოგადად არავისთან მეგობრებთანაც კი რაღაც ჩემია ის მაქვს რა რომელიც ჩემია და არც ასე ვთვლი რომ არც სხვასთან არ უნდა შევიჭრა იმაზე მეტად ვიდრე ამის უფლება მაქვს. აი ხა რომ მოვდიოდი მე აქ ფიქრობდი ჩემთვის რაღაცა როდის აი რაღაცას ვიხსენებდი ანის შემოსვლას ჩვენთან. ანი ისე შემოვიდა რომ აი ეს რაღაცა ის გადაკერებული არსად აი ანუ შემოვიდა რაღაცნაირად ისე რომ ისე როგორც არის დღეს კიდევ უფრო გაღრმავდა და ძალიან უპრობლემოდ მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობის აი რაღაცნაირად ვერც გეტყვი საწყისი რა იყო არ ვიცი რა აი რაღაცნაირად თავისუფლად გადავიდა ერთ ეტაპზე მე მეორე ეტაპზე მე და ეხლა უბრალოდ ისეთი რა ვიცი ჩემთვის მე სულ ვამბობ რომ ძალიან გამიმართლა ამაში რომ ანი ასეთი ამიტომ ჯერთი პირველ რიგში იმაში რომ მე ვხედავ რამდენად სამრიკო გული მიჩუყდება ამდენი ჩემზე არის ლაპარაკო. გამოცადე ეხლა ის არის რომ შენ ჩემზე ილაპარაკო მე. ხო, რა ვერ მივხვდი ეხლა. ხო, უბრალოდ იცი რა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ მე ჩემი შვილი რომელიც ეხლა ყველამ კარგად იცის ვისაც შვილი ყავს რას ნიშნავს შვილი რომელიც ძალიან უყვარს იმ გოგოს და ჩემ შვილს ასევე როგორ უყვარს ანუ როგორ უყვართ მათ ერთმანეთს მე როგორ ხედავ ამას ჩემზე ძლიერი მაშინ არავინ არ არის მე ძალიან ამაყი ვარ და ძალიან ძლიერი ვარ ხედავ ამ ესენი ერთმანეთისთვის ცხოვრობენ აი ეს არის ძალიან დიდი განცდა ძალიან ლამაზი და ძალიან მყარი და ეს არის ყველაფრის საწყისი მე რაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა იყოს ხან გაუჭირდებათ ხან ის იქნება მაგრამ მე ვხედავ როგორ არის აი ერთმანეთისთვის ესენი და აი ერთმანეთისთვის გაჩენილები არიანო რო იტყვიან ალბათ ეს არის ახლა ალბათ ერთმანეთი კარგად იპოვნეს მათ და აქ მის მაყურებელი ხა შეიძლება რომ მე იმასაც გეტყვი მეორე შემთხვევას სად შეიძლება და მე ასეთი დედამთილები მინახავს სამწუხაროდ რომელთაც ხშირ შემთხვევაში დაუნგრევიათ ოჯახების სხვათა შორის იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის რომ ჩემი წილი სიყვარული წაიღო ვიღაცამ და ეს და აი ამას ვერ ეგუებიან და ძალიან რთულად გადააქვთ და ძალიან ბევრი დედამთილი მე მაგას თამამად ვიტყვი ალბათ შეიძლება ვიღაცა მიიღოს თავის თავზე და ეწყინოს მაგრამ ძალიან ბევრი დედამთილია ისეთი რომელიც უბრალოდ სპეკულირებს აი მე ვიცი ეგეთი დედამთილები რომლებიც მაგალითად აი წნევას გაიზომებენ რომ ვაიმე დედა რა მოგივიდა იმიტომ რომ რაღაც რატო ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ დაინახა როგორ უყვართ ერთმანეთი და აი ეს გონიათ რომ მისი წილი სიყვარული მისი რაღაცა წილი წაართვა აი მან არა აი შეგნება მთავარია დედამთილისგან ალბათ ის რომ შენი წილი გაქვს რომელსაც არაფერი არ შეცვლის მაგრამ ის რომ შენ შვილს უყვარს და შენი შვილი უყვარს გაიხარე რა ამით ძალიან ბევრი ცოდავს ამით ხოთა შორის ბევრი დედამთილი ხო თამრიკოს ყოველთვის უკეთ გამოსდის ხოლმე მით უმეტეს საჯაროდ რომ რაღაც ის რასაც ფიქრობს ძალიან კარგად გადმოსცეს მე არ ვარ ამაში მაგარი შეიძლება მივიდე ჩავეხუტო ან რაღაც გავაკეთო, მაგრამ ასე კარგად არ გამომდის ხოლმე. უბრალოდ ახლა რაც თქვა რომ მისი წილია ბოლო წინადადებას გავაგრძელებ, საბედნიეროდ ჩვენს შემთხვევაში
აქ მარტო ჩემს შესვლაზე არ არის საქმე, ხო? იმიტომ რომ შენ შეიძლება ძალიან კარგად შეხვიდე, მაგრამ არ დაგხვდნენ ისე როგორც შენ წარმოიდგენ ამას. ან ხანდახან პირიქით არის ხოლმე უკვე წინასწარი ცუდი განწყობითაც მიდიან, რომ აი ასე იქნება და მე შეიძლება ყველაფერს სხვანაირად მოგეჩვენოს. ჩვენ შემთხვევაში გაგვიმართლა ყოველ შემთხვევაში 17 წელია უკვე ასეა, რომ არ ვეჯიბრებით ერთმანეთს რა ძალიან გააზრებულად პატივს ვცემთ და ორივეს მოგწონს ერთმანეთში ის რომ კოკო თამრიკოს ძალიან დიდ პატივს ვცემს, ძალიან უყვარს და თამრიკოს მოსწონს რომ კოკოს მე ძალიან ვუყვარვარ და პატივს ვცემს და მე მგონი ალბათ ეგ არის ყველაფერი რა. ოღონდ აუტანელი გოგოა. ეხლა კიდე დავიწყო როგორ. სულ დამცინი. იმიტომ რომ დამცინის ჩემი რა თქმა უნდა, რას მეძახი? ქალბატონი ხიფათა. აი უნდა ნახო, კი არ დამაკომპლექსა, ვერ გვიტყვი რომ დამაკომპლექსა, მაგრამ ვიცი, უკვე მიჩვეული ვარ იმას, რომ უნდა რაღაცა ისეთი თქვას, რომ შეგუებული ვარ, რა ვქნა, იმიტომ რომ ასეა და ქალბატონო ხიფათა, იმიტომ რომ მართლა ესე ვარ, მე ძალიან ხიფათიანი ადამიანი ვარ და უკვე რა ემართება ხოლმე, იცი, ჩემ თითოეულ მსგავს რაღაცაზე. აი როგორ გითხრა, კვდება სიცილით. აბა რა უნდა გავაკეთოთ? რენტგენის გადასაღებად წავიყვანეთ მარო, მე და თამრიკო. და რო შევედი ველოდებით და ქალბატონი იქ იჯდა ეუბნება რომ ვაი გამარჯობა მე თქვენ გიცანით და ახლა ვიცანით გასაგებია ცნობენ თამრიკოს და დიდი მადლობა თამრიკომაც ეს და იმან შეხედა არა ისე კი არა ტრავმატოლოგიურიდან გიცანით ეს ქალეობა ხო იმიტომ რომ ხშირი სტუმრი ძალიან მართლა ეს მანამდე როცა მიდიოდი და რამდენიც აღარ მიდიხარ ის დათვლილი გავს სახში უკვე შენ იცი შემკურნალობ ხო თაბაშირი როგორ მოამსახი მართლა ყველაფერს ნუ ხა 17 წლის ნაშრომს წყალში მიწავ და აი მაგიტომაც ქვი ქალბატონი ხიფათა რაღაც ყველაფერზე მარტო ტრავმატოლოგი აი რაღაც უცნაურად ხო კი აკიდე ხო ესე კი სხვათა შორის ასე აღიქვამენ რომ თამრიკო ძალიან კონსერვატორი სხვა კი ჩემთვისაც უკითხავთ რომ აი როგორია იმიტომ რომ ალბათ ეკრანზე უფრო ისეთი ჩანს რა მკაცრი და ალბათ არის ხოლმე ადამიანები შეიძლება სხვანაირი ჩანს მოწესრიგებული პროფესიონალი და თბილი ვერ ვიტყოდი რომ კაცი მოწესრიგებული პროფესიონალი და თბილი არის მაგრამ ალბათ ვიღაცებს ნამდვილად ნამდვილად რაღაც უფრო ის ხო შეიძლება კი ქონიათ ეგ ჩემთვისაც უკითხავთ და მე სხვებს აღარ მოვყვები გავჩუმდები მე მოვყვე თალკე დაგიბარე კოკოს დამსახურება არის რომ თქვენ კარგი ურთიერთობა გაქვთ თუ თამრიკოს და შენ აი კოკო როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისედაც ესეთი იქნება პირველ რიგში ის რომ კოკო დგას ჩვენ შორის ხო და კოკო ჯერ კოკო იყო სანამ თქვა უკვე ჩვენი პირადი ურთიერთობა გაჩნდებოდა ამიტომ რა თქმა უნდა აი სწორადაა გადანაწილი იმიტომ რომ არის რა მაინც ეტყობა ეს რაღაცა მსუბუქი ეჭვიანობა დედა არაფერი არ არის აი ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი სიჯანსაღე თუ შეიძლება ითქვას ჩვენი ურთიერთობის და სიმყარე ზუსტად ეგ არის არამსგავსი არაფერი არ არის აი არანაირი და არ მახსენდება აი მართლა ვფიქრობ გულწრფელად არაფერი აბსოლუტურად და კოკოს არსებობაა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ თლათ მოდი კოკოს თლათ დავაბრალეთ ეგ თქვი ზუსტად დასაწყისში იყო კოკო რამაც თქვა გაგვაერთიან და მე უკვე ჩვენი ურთიერთობა შედგა ჩვენ იმიტომ რომ შეიძლებოდა ნამდვილად არის ესეთი რაღაც რომ აი პირიქით მე კოკოს მსგავსი ანუ შუაში მდგომი ადამიანი ღმერთმა დაუფაროს კოკოს აი ეს შუაშია ასე ვთქვათ მდგომი ადამიანი აბსოლუტურად განადგურებულა იმის გამო რომ აი ვერ დაურეგულირებიათ ურთიერთობა და დედამთილს და აი ეს ძალიან სახიფათოა და ამიტომ ძალიან დიდი თუ გიყვარს ის შუაში მდგომი ადამიანი ვის ირგვლივაც ტრიალებ კეთილი ინებე და რაღაცა ის მაგრამ ეს რთულია მე ესეც არ მოვიხსენიებ ხოლმე იცი ჩემი დედამთილი არ ვამბობ ხოლმე არც მე არ ჩემ დედამთილს არ უყვარს დედამთილი მე ჩემთვის ისეთი რაღაცა ისეთ საყვარელია რომ არა უბრალოდ რაღაც ლევანის დედა ესე წარვადგენ ხო მეც არ ამიტომ კი არა რაღაც უბრალოდ ალბათ არის ეგ რაღაცა ხო სტერეოტიპული რომ რაღაცა დედამთილია მაგრამ მე არ მაქვს სიმართლე რომ გითხრა უბრალოდ ასე
არ მოვიხსენებ არა, რა. ამოხსოვ თამრიკო, ხშირად მომისმენი რომ აი თამრიკო მე ესე თქვა თამრიკო. მეც კიდე ჩემი ანიკოა ეს. ანიკოა. ანიც არის და ანიკოც არის და. ჩვენი მშობლების თაობისგან გამიგია რომ ანუ პატარა ძალზე ვიტყვი ამ შემთხვევაში, თუმცა იგივე შეიძლება თქვა სიძეზეც თქვა, ანუ შენ უნდა დახვდე რაღაცნაირად და თუ ვერ გაიგო იმან როგორ მოგმართა, უთხარი რომ არ მინდა დედაც ნუ მეძახი, მომართე სახელით, ანუ შენ უნდა ასე ვთქვათ, იმას ვქნა, რომ შენ ხარ დამხვედრი და შენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, იმიტომ რომ შენ ხო როდესღაც იყავი რძალი და ამაზე არ მიფიქრია, საკმაოდ პატარა ვიყავი, რაღაცნაირად ეს შიდა ჭორაობებს რომ მოусმინე და რაღაც ჩემი სადაქალოს აზრი და მივხვდი რომ ხო ეს არის ჯანსაღი. იმიტომ რომ შეიძლება მე როგორც პატარა შეყვარებული ამ და ეიფორიაში, როდესაც შევდივარ რაღაცა მინდა თავი მოვიშვი, შეიძლება რაღაცა ზედმეტი მომივიდეს, ყველა ვუშვებთ რაღაცა შეცდომას. მაგრამ ის რომ რაღაცა ნერვიულობს რძალი როგორ მიმართოს დედამთილს უთხარი რა რომ მომართე სახელი და რასაწვალებ თქვენ 40 წელი კი ხო და მაგას ვიზახ ვინ ჯანსაღად თუ ჯანსაღად ფიქრობს და ის არ არის მტრულად ჩვენს მიმართ განწყობილი მაშინ უბრალოდ მან უნდა მოგწეს ეს უბრალოდ ადამიანები ხშირად ჩვენ გამოცდილებას მე როგორ ვერ ვიყენებთ ხოლმე ვერ ვიყენებთ კი საკუთარ თავზე ძალიან ეს მე მგონია რომ ერთი რაღაცა თუ დაგაჯდა ეშმაკი და ამას აყევი თუ არის ჩვენში ეს ნიადაგი ძალიან რთულია მე არ ვარ ეჭვიანი ადამიანი და სხვა თემაზე ვიტყვი, მაგრამ მე ჩემი თავი დამიჭერია რაღაცა ეჭვიანობას და ეს მივხვდი რომ ჯოჯოხეთია. ეს საშინელება. მეც არ ვარ და როცა თუ ეგ შეგრძნება ბევრჯერ არა, მაგრამ თუ გამჩენია, არ არის. ხო, აი დაგიშვია რაღაცა, ძალიან არ გულისხმობ მხოლოდ კოკოს ამ შემთხვევაში ზოგადად. კი ბატონო. აი ასე დამცირებულად თავი არასდროს მიგწვნია. კი, შეურაცხყოფელია, ჩემთვის ასეა. ძალიან დამთრგუნველი. კი, ნამდვილად. ერთს გეტყვი კიდევ ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, იცი, აი დამხვდურიო რო თქვი შენ, როგორ დახვდე. ჩვენ შემთხვევაში ყოველგვარი აი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ შემომსვლელი და დამხვდურის აი ეს რაღაცა თემა საერთოდ არ გაჟღერებია. ანუ აი არ დავხვედრი ვარ. მე ანუ მე არ ვიყავი რომ მოდი გენაცვალე შემოდი. არა. ეს არ იყო ასე და მე როდესაც უკვე მარო სანამ გაჩდებოდა უბრალოდ ანი და კოკო ცხოვრობდნენ ჩემს მეზობლად ასე ვთქვათ რა. და ნუ ვთვლი რომ ახალგაზრდებმა მით უმეტეს საწყის ეტაპზე კი აი ესეც უნდა მე ნამდვილად მარტო უნდა იცხოვრო, აუცილებლად მარტო უნდა იცხოვრო. მე ძალიან გამიჭირდა თავიდან შინაგანად უბრალოდ მე სულ რო გინდა რომ შენი შვილი შენთან იყოს, მაგრამ შენ რო იცი რომ შენი შვილი კიდევ უფრო გამყარებულია იმით რომ იმ ადამიანთან არის ვინც უყვარს და ვისაც უყვარს. უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა იყვნენ მარტო, მაგრამ ყავდა ხოლმე ესეთი მეზობელო კარისაო და უნდა ხოლმე ინვესტუმრებოდი ხოლმე. მაგრამ ხშირად ხო არ გაწუხებდიანი თქვი. არა, ჩვენ გაწუხებდით ამას ჩავდით. ახლა რომ ვიხსენებ, პირველ საწყის ეტაპს ზუსტად ჩემი და კოკოს გადასვლა ძალიან სასაცილო იყო. პური არ წამოიღე? არა, არ ჩენ? არა და უცებ, ანუ აი ამ სიტუაციაში შეიძლება ძალიან მარტივი მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ეს არის ის მომენტი, როცა პასუხისმგებლობას კიდე უკვე რაღაცნაირად სხვანაირად იღებ. არ ვიცი რამდენად სასიამოვნოა რო ეგუები, რომ აი მე გავიზარდე და ახლა ყველაფერი შენ უდაქნა. და ყავა სახლში, ოთახში შემომიტანე, აღარ არის, მაგრამ შეგიძლია შენს მეუღლეს უთხრა ვთქვათ იგივე, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ამის გათავისებას იწყებ და რაღაცნაირად ემზადები იმისთვის, ნუ თუ ვთქვათ აპირებ, რომ შვილი ყავდეს, კიდე უფრო ხელს უწყობს ამ ყველაფერს, რომ იმასაც უკვე სხვანაირი ფსიქიკით და ხო იცი, კერა შეხვდა. აი კერა, როდესაც ერთი კერადან გადის და რაღაცა მეორე რგოლი ჩდება, მე კიდე რგოლი. ისე როგორც სხვა შორის აი არ მუცლად ყოფნის დროს მაგ ნანახი რგოლში დედაშვილი და მე როგორ ნელ-ნელა გამოდის, ოღონდ 3 წლამდე დედის რგოლში ზის და მე ნელ-ნელა რო გადის და ეს თავის ასე ვთქვათ ულაჰუპივით ესე უკვე თავის იმაში ჯდება რგოლი. აი ესევეა ზუსტად კერა, როდესაც გაქშენი კერა
და იქიდან გადიხარ, ხო, გოგო ხარ თუ ბიჭი არ აქვს მნიშვნელობა. შენი უნდა აუცილებლად შექმნა და იქ იმდენი საინტერესო რაღაც იბადება, აქ ურთიერთობებშიც ძალიან ბევრი რაღაცა ახალი ჩნდება, რომელიც აღმოჩენაა ერთმანეთში აი ამ ყველაფრის და შენ თვითონ როდესაც აკეთებ ამას, აი შენი ბუდე გაქვს რო იტყვიან და იქ სტუმარია, იქ რაღაცა რა თქმა უნდა ტრადიციებიდან გამომდინარე, ხა მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ვთვლი რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაუშვათ შვილი და იმას აბსოლუტურად მოსპოს ტრადიციები საერთოდ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ოჯახში მაგალითად ანიმ კარგად იცის სულ სტუმრობა იყო და არის და ღმერთმა ნუ მოგვიშალოს სტუმარი და მე მიხარია, იცი როგორ მიყვარს ხოლმე, როდესაც აი ელოდება სტუმარს და როგორ ფუსფუსებს როგორ რაღაცა თვითონ აკეთებს არასდროს არც თავაზობ პრინციპში აი თუ დაჭირდა თვითონ მეტყვის არ მომერიდება არ არსებობს და მე ის მსიამოვნებს როდესაც აი ამას თვითონ აკეთებს იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე აი ერთ-ერთი ტრადიცია სწორედ აი სტუმრის ტრადიცია რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ მოვშლიდი არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ იცი ეხა ბავშვები აი ამ ბოლო ხანს მე ხა ისეთი ასაკის შვილიშვილები მყავს უკვე აგერ ელენი 16 წლის ხდება მარიამი მარო 12-ის არის ნუ რაღაცა დიდები არიან უკვე და მე ვხედავ იცი რომ ეს ბავშვები რაღაცნაირად აბსოლუტურად არ არიან ორიენტირებულები შეაღოს ოჯახის კარი ან თავად მიიღოს, იმიტომ რომ აქ ისეთი ენერგეტიკაა, როდესაც შენ ფუსფუსებ, როდესაც შენ რა გინდა ფაქტიურად რას აკეთებ ამ დროს სიკეთე გინდა რომ გააკეთო, რომ სტუმარი მიიღო და შენ იმას მოაწონო თავი. შენი გაკეთებული კერძები, მოეფერო ელემენტარულად ეს ურთიერთობა რაღაცნაირად ყალიბდება და დაიღლები მეუბნებიან, აი იღლები მერე რა, კარგი დაღლაა ეგა. კი მართლა იღლები და სუფრასთან არ სიხარ ხოლმე დიდი ხანი და მე შევდი, გადი დაჭაკი ვეო. ხო, არა მე მან ცოტა ისმა. ხო, საჭმელი მაღაზია რა აზრის. გადასარევი, მე უფრო ვარ ხო მაგის მომხრე. და გამოვიძახე საჭმელი. ხო, არაფერი. მე მიყვარს სხვათა შორის, როცა თუ დრო მაქვს ამის რომ ჩემი მომზადებული გავას, იმიტომ რომ მიყვარს მომზადება რა, პროცესი მთავარია დრო მქონდეს ამის. კი, მართლა მსიამოვნებს, არ მაქვს არანაირი პრობლემა მაგასთან. მაგრამ აი თუ ვიცი რომ ახლა მთელი დღე უნდა დავიღალო 1 2 3 4 წინაღამეს რაღაც ეს არ მსიამოვნებს, გულწრფელი ვიქნები. ამდენი მომწონს რა ის რაღაცა. ასახემსებელი მთავარი კერძი და ამის მომხრე უფრო ვარ, იმიტომ რომ მე ვხედავ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებენ. როგორ ხო, შეიძლება არ შეიმჩნიოს, მაგრამ ხო ვიცი რომ დაიღალა, ხო ვიცი რომ არის დაბადები, აი რაღაცა დღე არის გარკვეული, მაგრამ ესეც ასე არ პატივს ვცემ მის ამ სურვილს და მის ამ მონდომებას, იმიტომ რომ თამრიკოს ეს ისე უხარია, თამრიკო ამ დროს ისეთი ბედნიერია, რომ ხო უნდა გააკეთოს. ყველაფერს ვიზა, ოღონდ გამომაცხობი, იმიტომ არასოდესაც ხვარს აი ხაჭაპურები და რაღაცები. კი, თამრიკოს ხაჭაპური ისეთია რა. აი მობიანი ხაჭაპური ყველაფერი. რა კაია, ესე იგი უსაყვარლესი ბებია ხარ. აუ, ჩემი შვილები გიждდებიან ბებიას გამო. მართლა? დადი. მართლა. დადი ვარ. კაი. ხო, მაგრამ ეხა დაიწყეს პრანჭო ამ ხო, და თამრიკო, ცოტა ესე. ხო, თამრიკოს მეძახიან. ცოტა ამას აქ შეარი. თუ რაღაც არ დაუძახ. კი რა ჯერ პატარა და ნახოთ რას დაიძახებს. აი ნახოთ ახლა რას დაიძახებს ის ჯერ ძაღლებს და კატებს ბაძავს მხოლოდ. იცი რა მაინტერესებს თქვენი აზრით, აი ყველაზე ესეთ დიდ შეცდომას ურთიერთობაში რას შვებენ ხოლმე, აი რძალდე და მთილი. რა შეიძლება იყოს, აი ეხლა თამრიკომ თქვა, რომ ზოგი ისეთი ეგოისტია, რომ აი ამ ჭიპლას რო ეძახიან, ვერ ჭრიან, ვერ უშვებენ, ვერ ელევიან შვილს, გონიათ რომ თავისი წილის სიყვარული და ეგოისტებიან და მეც ერთი-ორჯერ მქონი ეგეთ შემთხვევა, რომ მართლა ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლება დედა თანახმა იყოს და შვილის ოჯახის დანგრევაზე ხელი მოაწეროს, ოღონდ ეს ისე იყოს მას როგორც თვითონ უნდა. კი, და ძალიან გამიკვირდა. ჩემთვის რაღაცა ლარნაკი, რომელიც შეიძლება 21 იყოს და მოვიტანო და იქ რო დევს, იყოს უდიდესი ნიშნულობა მიენიჭოს ამას რაღაც გარკვეულ ეპოქაში. მე რომელიც დედამთილთან არ ვცხოვრობ, ჩემ ქმარ და ჩემი ქმარი ამას შეიძლება ესე გადმოდონ და მე ვიცი რომ 1 წუთი აქ მთელი კონცეფცია ირღვევა და ვერაფრით ვერ ხვდება რომ რა არის ეს და დედამთილს ხო ძალი რო ყავდეს და ხო და რძალ დედამთილს ხო რაც თქვი რაც არის კი ბატონო ხო ძალიან ფრასიზამდი არ ვიცი მე
ჩვენ არ ცხოვრობთ მე ერთად. ძალიან ჯერჯერობით ვერ მეყოლება, სიძეები მეყოლება, თუმცა ჩემ თავს არა, ვავარჯიშებ რომ ხოლმე და წარმოიდგინო ხო და რა. აი ვავარჯიშებ ჩემ თავს და ჩემ შვილებს ვეუბნები ხო, აბა თქვენ როგორ ფიქრობთ? ისე ძირითადად როცა ისა მაქვს ხოლმე, რო ვერ ხვდები დასად დავდო, მაშინ ვშვებ, რომ აი მიდით ეხლა თქვენ დააწყვეთ, აბა როგორ ფიქრობთ და იცი რა, მგონია რომ მაინც არ ვაკადრებდით ერთმანეთს რამეს ცუდად, თუნდაც მე გადამედო ან თამრიკოს გადაედო, ასე ვფიქრობ. ჩვენ არ ცხოვრობთ ერთად, მაგრამ უფრო მეტად იქნება და შეიძლება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ორივე დომინანტი ადამიანები ვართ. ვართ, ორივე ნამდვილად ვართ და შეიძლება სადღაც რაღაც შეიძლება არ მოგწონებოდა და ეს ბუნებრივიც არის რა, ან ისე მოგდომებოდა გაკეთება, როგორც ჩვენ გვინდა. ნამდვილად არ ყოფილა ეს დაუშვათ აი ეს რაღაცა დაძაბულობა არ მიგრძნი არასდროს რომ აი მე ხა ვიტყვი იმას რასაც გავაკეთებდი აუცილებლად გავაკეთებდი ოღონდ რა შეიძლება აი მე ვიცი დედამთილი მე ვიცი ხალხო რამდენიმე დედამთილი ვიცი ეგეთი შეიძლება ვიღაცებს ეცნოს ახლა მაგრამ არა უშო ცივი წყალი დალიონ იმიტომ რომ იქნება თავის შვილებისთვის უკეთესი საქმე გავაკეთოთ ამ შემთხვევაში ამ საუბრით ხო აი ამას რომ დადებს ოდნავ რომ გადადოს რძალმა ხო ისევ გადმოდებს შეიძლება არაფერი თქვას ანუ შეიძლება არ უთხრას არაფერი, მაგრამ ეს დადება აი ამ ყველაფრის ეს ბრახუნითთან. აი ეს შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ჯობდეს რომ თქვა. რა მართალია. მე რასაც გავაკეთებდი, ამას გეტყვი, რომ მე აუცილებლად არ გადავდებდი ისევ. იმიტომ რომ მაინც ახალგაზრდას დაუთმობდი, ყველა შემთხვევაში დაუთმობდი. მე ამას გავაკეთებდი. მაგრამ საბედნიეროდ ეგ არ გამჩენია რა აუცილებლად. მე რა არიცი მე მიყვარს ხოლმე ყოველთვის რაღაცა შეკითხვა რომ აი შენ როგორ ფიქრობ და თუ აი ესე ფიქრობ შეიძლება არ ფიქრობდე მაგას მაგრამ შეიძლება რაღაცა მოკრძალებულად უთხრა რაღაცა ჩემი და თუ მიიღებს არ მიიღებს ეგეც არ მეწყინება მაგრამ მაინც უფრო 90% არ ვეტყვი ანუ თუ არ მომეწონა რაღაცა დაუშვათ რომ აი ჩემთვის მიუღებელია ხო მაინც არ ვეტყვი გამორიცხული არ ვეტყვი იმიტომ რომ აი ერთი მის ხალი რო იტყვიან ხო იცი აი რო იტყვიან ამ სიტყვას აი ხინჯი არ მინდა ჩემ ძალს ოდესმე დაუტოვო ბავშვები თემაში არის ხოლმე უფრო რა აი ზოგჯერ რაღაცა ზედმეტი ზრუნვა თქვა მე იმას გამოვატან ამას რაღაცა და ამ დროს შეიძლება მე გითხრას რომ მივხედავ კაცო არ უნდა და დამშვიდი მეც ყოფილ ვარ დედა და რა როგორ ხდება ხოლმე რა ის არის ამ დროს საჭირო ათქმევინე თუ შეიძლება კი ბრძანეთ ქალბატონთან მე ვიტყვი მე ვიცი რა ცი წეგან ახსენა ანიმ და აი შეიძლება ცოტა შემაწუხებელიც იყოს ჩემი მხრიდან ის ზედმეტი დადარაჯებულობა და აი რატო ეხლა იმიტომ რომ მე მგონია რომ მე რო არა ვარ იქ უჭირთ რატომ აქ ეხლა ეს გადახრა რა არ შეიძლება ვიცი მაგრამ ნუ ვერევით ჩემ თავს და რა გავაკეთო და აი ეს მგონია მე უნდა ვიყო რომ აი რაღაცა და რო არ პასუხობს ეგება და მე ვჭირდებოდი იმას ეხლა იმიტომ რომ მე რო იქ ყოფილიყავი და აი სისულელე არ შეიძლება ამის გაკეთება მე ვიცი და აი ანისგან რა მიმიღია იცი იმიტომ რომ ნუ გაუწყალებ ხანდახან გულს ადამიანს რა ძალიან არ უწყალებ ეხლა ფაქტ ესეც არ არის მაგრამ ესე ძალიან დაიდანაშაულებ ძალიან არა ხო არ ვიდანაშაულებ უბრალოდ მე თვითონ ხო გრძნობ რომ მე იმდენად მინდა გავიგო ამ შემთხვევაში სახლში არიან მივიდნენ სახლში თუ არ მივიდნენ და კოკო მივიდა თუ არ მივიდა და აი რო არ მიპასუხებს ხოლმე კოკო და აი ყველაფერი მირჩევნი ახლა ანისთან დარეკოს არ მინდა იმიტომ რომ აი ზედმეტია რა მაგრამ შენ თვითონ დაურეკე ხო მაინც იცი რა მე ხო არ ვიცი იმ დროს კოკო პასუხობს შეიძლება რეპეტიციაზე და ეგრევე მამშვიდებს ხოლმე რომ არა კოკო რეპეტიციაზე ან რაღაცა იცი რა მე რო დაუკვირდე თლათ ახლა გადახრას ვერ ვიტყვი იმიტომ რომ დრო დადგა ეგეთი რაღაც უცნაური რა რომ ხანდახან ადამიანები ისეთი უაზრო რაღაცებისთვის შეიძლება რომ რაღაცას წაესაკრონ რაღაცა ისე მე მინდა რომ აქ იყოს სრული სიმშვიდე მე რატო არ ამ ყველაფრის მშველელი აი ეს ვერ გავიგე აი არ ვიცი მაგრამ რატომ წარმოვიდგინე ახლა ჩემი თავი და წარმოვაჩინე ესე და ხანდახან ძალიან შეიძლება ხოლმე შემაწუხებელი ვიყო მეთქი აი ამაში რა რომ აი ანის დაურეკო და რაღაცა ოღონ არ მინდა ანიმ ეს აღიქვას რომ მე მათ ვამოწმებ კი არ ვამოწმებ არა ჩემი თავი ხო არ აკლიათ აი ვიდეო ზარები ხო არ უყვართ და ჩემი გიждდება ვიდეო ზარებს არა ირეკავს ოღონდ ესა მე ხო გრძნობ ამას და ვთქვი თამრიკო არა არ ვწუხდები თუ თქვა მაგალითად არ უპასუხა კოკო მან გვიანია შეიძლება რეპეტიციაზე და ნიკო ესე იწყებს და მე ძალიან მშვიდად
იქ არის. ეხლა გადავრეკავ. ხო, კაი, ესე არის. მაგრამ უნდა მოვყე ეს ალბათ სხვაგანაც მოუყოლეთ კოკოს და მარიამს, მაგრამ თამრიკოს რა აქვს? აი ეს თავისი ის, რომ მე თუ ვარ, კარგად იქნება ყველაფერი. მაგალითად ღამეა და გინდა რომ გახვიდე სადმე ფეხით. იყიდო, რაღაც გაქვს საყიდელი მაღაზია. გავდივარ. მაინც მივდივარ. სად მიდიხარ თამრიკო? ხამ ეხლა სად მიდიხარ? საქმე მაგაც საყიდელი მაქვს რა. აი ეს ამბობ თუ კოკო წავიდა მაღაზიაში, არა, კოკო არა. კოკო კი მარტო კი არა. ნებისმიერ. არა, აქვს ნიშნულობა. თქო ღამეა და მე ვთქვი, რომ მინდა რომ გავიდე და ფეხით მოყვება. საქმე მაქვს გამოვალ რაღაცა მინდა. ხო, იმიტომ რომ ღელავს, ხო. აჰა. ხო და ჩვენ მიღებული გვაქვს ყველაფერი და ამიტომ რა ვიცი, მაგრამ მოყვეს თვითონ რო არ პასუხობს ტელეფონს. თვითონ ხო ეგ მაინტერესებს. მოყვეს. ეგ პირიქით როგორ რა არის? ჩაიდინა. მე? ერთი 10 დღის წინ რა დაემატა. არა, თან რაც თავარია, შეტევაზე გადმოდის აქეთ. ვაიმე, არ შესული ვიყავი, ესე უთ შენ რო უთხრა რომ შესული ვიყავი ოთახში და არ მესმოდა. იქ უკვე დამთავრებული ამბავია ყველაფერი და თვითონ რო არ პასუხობს. ეხლა ერთს გეტყვი რა. მე ხო აი არ მიყვარს ეს პირფერობა და ზედმეტი აი რა ახლაც არ ვუხერხულობ აი როდესაც ვამბობ რომ მე ანი ძალიან მიყვარს ეს როცა მართალი ხარ იქ არაფერი ვერ ვიტან რა აი ზედმეტებს რა ძალიან მიყვარს და იცის ძალიან რომ მიყვარს მაგრამ შენ არ იცი ანი როგორ უყვარს დედაჩემს და ანის დედაჩემი იმიტომ რომ ნუ ის კიდე სხვა ურთიერთობა აქვს იმას არის აი ცოტა ხანი ანი რო არ გამოჩდება და ნუ აი გზნობ როგორ ენატრება და პირიქითაც აი ზუსტად ისე ხდება და ის უფრო დაფოფინებულია რო იტყვიან დედაჩემზე ხანდახან ფიქრობ ხოლმე რომ მე ჯობნის 10 დღის წინ ანი არა ჯერ არ ვიტყვი 10 დღის წინ ავედით სამძიმარზე ასე ვთქვა და მე და დედაჩემმა ახლა მე და დედა ვართ და ნუ ამჯერად ესე ვიყავით საღამოს და დავტოვეთ ტელეფონი მეზობელთან ვართ და წარმოიდგინე ოღონდ არ მინდა ეგეთი შურისძიება ქვევიდან მეძახის ვიღაცა იძახის თამრიკო და ნუ ჩვენ მეორე სართულზე წავედი მეოთხეზე ვიყავით და თამრიკო გადავხედე კიდე მომერიდა ხამათი მაგრამ გადავხედე და ანი ჩაკეცილი კოკოს კიბე აქ მიდგმული. თქვენ არ იცით ეს რა სცენა იყო. სახანძროა მოსული. არა, მაშველები ყავთ გამოძახებული თურმე. ნუ ეს საშინელება ხდება და ანი დასიებული ცხვირპირით ტირის მოკლედ მოკლედ ერთი გამოტირება გამომიტირა. უკვე ვიცი ზუსტად რომ არ მიტირებს 100 წლის მერე. კინტო და გენა. სპეციალურად გააკეთე. შეგამოწმა როგორი ხარ შენ სინამდვილე. რა ეს დიდხანს გაგრძელდა. ანა დიდხანს რეკავდით. ჯერ ისე დავრეკეთ რომ საღამო იყო და მოდი ავიდეთ. არ პასუხობენ, ნუ კარგი, არც თამრიკო პასუხობს, არც ბიბი, ლიზიკო პასუხობს. კიდე მე დავრეკეთ გიასთან როდის ელაპარაკე შენ ბოლოს სადღაც 1 საათის წინ. ჯერ მარიამს არ ვურეკავ. ის შეიძლება თმაგაშლილი გამოვარდნილი იყო და არ ვურეკავ ამით. და ვეკავთ, უკვე მივედით სახლამდე. მივედით რეკავთ ზარს, ვაბრახუნებთ და აბრახუნებენ არ არის. კარი ჩაკეტილია და გამოვედი გარეთ აივნის კარი ღია იყო და აი მანდ ვიფიქრე. ნუ ალბათ გასფიქრობ, მაგრამ და ეს კარი რო ღია დავინახე, ვიფიქრე რომ იქნებ მოასწრეს გაღება რა. ანუ უკვე დავრეკე მარიამთან და იმანაც მითხრა რომ სადღაც 1 საათის წინ და მე გამოვიძახეთ მაშველები ხომ კარგია და კოკოს არა თან დამრეკო გამონარნარდა აი მასე მეძახდით ვინ ანუ ზემოდე მეზობელი ეძახდა და კოკო დგას როგორ ის კიბე ჩამოდი კიბე კოკოს ტანი მიდგმული რომ მეზობლისთვის გამოურთმევიან საშინელება დამნაშავე სახეებით რომ გამოვიდნენ ლიფტიდან ოღონდ იქ იყო აი ესე გვიყურე რომ ვერ გიყურეს ვაიმე თავარი ამბავი უნდა ვთქვა და მიზესი ტელეფონი რატო არ წაიღეთ კოკო ვიცი პანაშვიცე ვიყავ ვითომ პანაშვიცე არ ტელეფონი ხო რაღაცა ხო უნდა ეს რა არ თქვა არ შემიძლია მაგრამ მანამდე თვითონაც გამომიძახა ერთხელ სამაშო მართლა მე ანუ თქვენ სანამ ერთი ზარის მეორე ტელეფონი გაქვს
პარალ რეჟიმში ხდება 112-ის გახსნა. 112 გინდოდა თალდება. აჰა, ესე იგი სამაგიეროს ეგრე არა ვხვდით ეს არის არა დიდხანს ვეკავდით ჩვენ და მე მივხვდით, თქვენ გაქვთ ეგ ტრადიცია, რომ თვეში ერთხელ ერთხელ ამრიკომაც გამომიძახა ადრე. შეიძლება ამან დაიძინოს ღრმად ხალხნო, იმიტომ რომ შეიძლება აი თუ ჩაიძინა ნამდვილი დედამიწის თქვენ არ იცით სიტყვები. რა ხდება. აი ესე იგი საწყალ დედამის კარი აქვს გამომტრეული ხალხი მოვიდა და იმეებით გამოამტრიეს კარი ვერ გააღვიძეს აბსოლუტურ ფხიზელით ნორმალური ადამიანი აი ესეთი ღრმაძილი აქვს და აი ესე ფეხბძიმეთი იყო თან ტელეფონი გამოირთა მაშინ მართლა თავისით გაიწვა გამოითერთო ტელეფონი მე ვიცი რომ სახში უნდა ჩამოვიღე კარი და არ არის და მაშველები გამოვიდა და მაშველებმა კარი გააღეს ან მაშველებიც კარგად გიცნობენ. ხო ეს მაშველები ვინაცვალე ნუ აი გადასარევ ხახე მადლობა ხალხო დიდი მადლობა ასე თვეში ერთხელ არა ერთი ვარფა მეთქე აშმე ესე იგი ყველაზე ესეთი ამ შემთხვევაში მობილიზებული აღმოჩნდა გია იმიტომ რომ მე რო დაუკვირდი გიას აქვს ყველაზე კარგი კითხვა დასმული რომ ძაღლი ყებს ესე იგი ძაღლი ცოცხალია მოვიწამლე და ძაღლიც უნდა მოწამლულიყო და ძაღლი მე გვეც ვიფიქრე რომ ძაღლი გავარდა აივანზე და თავს უშველა აი ეგეთი ამბები გვაქვს ჩვენ მთელი სამსახიობო ოსტატობა ფანტაზია გაჭართული ძლიანი ამბავი მაქვს აგებული მაგრამ ანუ წარმოიდგინეთ რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ყველაფერი რომ ეს ყველაფერი ვიფიქრეთ ჩავედით ავედით დავრეკეთ მივედით ჯერ სახლამდე კიბე გამოიტანეს თბილისის საცობებში და მეზობელთან კიბე რეკეთს მაშველები რომ მოდიან ხოლმე კიდევ არ იღებს ალბათ ხო იცის რა პრობლემაა ხო კიდევ არ იღებს არ პასუხობენ ხო აი ასე ანუ ეს იცი რა მეიტეს მე კიდე გავიგერო წამლებს ატანსო ბავშვები რომ სადღაც მიდიან ეგ ძალიან გამოადგა ყველას მართლა არ მეცვატან არა შენ ატან წამლებს რამდენს აი ესეთი აქვს რაღაცა ემერჯენს ხო რა წყურის ვეთები ესეთი ჩვენ ესეთი მოიცადე რამხელა ჩანთით გატანთ წამლებს თამრიკო როდესაც მიდიხართ მაშინაზე ვიტყვი რომ ერთად წავედით მე და კოკო აი მაშინ მართლა ამოვიდა ჩვენთან და აი ეს დაახლოებით კოსმეტიკის ჩანთა რო წარმოიდგინო რა აი ამ ხელა შავი არ ვაჭარბებ ოღონდ ეს წამლები ხო იყო ჩალაგებული ცათითაოდ ესე იმაში ეწერა რა რისია ხო სახელები მით ესეთი სპეციალური რაღაც სტიკერით და ანიკო მეძახის ეხა მოდიო და ხო მეთქი მე ხმას ვერ ვიღებ ვუყურებ ამ ჩანთას და ნუ რა ვიცი ხო და უცებ ესე იშლება დიდი გრაგნილი და წერია როგორ რა უნდა მიიღო რა სიწვევს რა უკუჩვენება შეიძლება გქონდეს რამდენი რომელ საათზე ყველა აი ამ მთელი ჩანთის სავსე წამლებს ანოტაცია ცალკე ყველაფერი ეწერა და ეს ჩვენ ბევრი ვიცინეთ მე ამაზე რომ აი რაღაც იქაც ხალხი რა იმ ჩანთას ის უნდა ჩანთას რა მე თან უნდა გაჭირო ან მაგას ქვია ღმერთმან უნდა გაჭირო რა ფერია შავი ფერის ჩანთა არის ღმერთმან უნდა გაჭირო და შენახული მაქვს ვიცი მართლა კი აწამლებით არა რა თქმა უნდა ის ჩანთა უნდა იყოს ისი როგორ მქონდა აი თავიდან დაწყებული თვალი ყური აბსოლუტურად რაღაცა ის სად უნდა გავიდნენ და ყური აი რა კბილი რო გეტკინოთ ყელი რო გეტკინო აი ესე მოვდივარ იქამდე რომ ეხა მახსენე სისტიტი კი გვეცინება მაგრამ რომ ჩამოვიტანე უკან ანუ მარტო ეგ ძაღლი ჩამოვიტანე მარტო სისტიტი არ გამარტია იქ დიდი ჯგუფი ვიყავით და ყოველ საღამოს ჩვენს ნომერზე იყო კაკუნი და იქაც იცინეს რა მე ვთქვი რომ რამე წამალი თუ დაგჭირდეთ ხალხო აქ ვარ ანუ გვაქვს ჩემს სპეციალურად მაგ ცალკე ბარგი ვიყიდეთ მაგ და არ არის პრობლემა და ყოველ საღამოს ანუ მართლა ხო ცარიელი მარტო ცისტიტის წამალი ჩამოვიტანე უკვე ყველამ რაღაც დალია ყველას რაღაც დაემართა და მე იყო რომ
თამრიკოს ლოცავდნენ მოკლედ რომ აი რა კარგია რომ გამოგატანა იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ასე მარტივად სხვა ქვეყანა შეიძლება ვერ იყიდო წამალი ჩვენი მშობლების თაობამ ისეთი დედამთილობები და ისეთი გამოიარა რომ მაქსიმალურად თავისუფლება მოგვცეს ჩვენ და ამ მხრივ ჩემს გარშემო იშვიათად არის ხოლმე პრობლემა მეტნაკლებად რა მეც რო ვფიქრობ იშვიათად ხო მეც აი არა ძალიან კი პრობლემა ძალიან კი თუმცა ხო ვამბობდი ხო მაყურებლისთვის ვიტყვი სერიალში იყო ესეთი მომენტი ანუ ძალიან ბევრი მომენტი იყო იქ რაღაცა ქართულმა კაცმა ცოლს უღალატა ოჯახის კაცმა ვიღაცამ ისა იქ ზღვარზე იყო ღალატის ვიღაცას 15 ბოიფრენდი ყავდა და იყო ესეთი სცენა როდესაც მანანა იქ ნინას დედამთილი რაღაცა ჯემალის რაღაც ამოუვა ყელში თუ რაღაცა ეს თავისი ცივისა და ეტყვის რომ всё მე შენ შორდებიო და მოიჯახუნებს გარს და გადმოდის ამ იმასთან რა ქვია ნინასთან და დათოსთან რა თავის შვილთან და რძალთან რა თქმა უნდა პირველი რძალმა იცის რა ელის როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე რა შეიძლება ეს რაში გადაიზარდოს იქ აი ყველა რო გადაიწყობა ვისაც ძინავს ხო პერსონაჟიდან გამომდინარე და ეს კი მახსოვს რომ მე რაღაცა დიდხანს გაგრძელდა ეს და ნინას ჰქონდა ეგეთი რეაქციები რა რაღაცა რომ აი როდის სწავლენ თუ რაღაცა და უკვე რომ ყველანაირად უნდათ რომ შეარიგონ რა რომ იქნებ თქვენ და რაღაცა ყველაზე დიდი ლანძღვა იყო მაგალზე და კაცები წერდნენ მე არ მიყვარს კომენტარების კითხვა მაგრამ მაშინ რაღაცა სკრინები ჩამიგდეს რომ კაცები წერდნენ კომენტარებში რომ ანუ რა ვერ აიტანეო დედამთილიო ნინას ლანძღავდნენ და მე ვერ წარმომიდგენია კაცი რომელმაც მოიცალა ჯერ საერთოდ რომ დედამთილზე კომენტ აი ესე აი ესეთი ამხელა ემოციით ჩაერთო და მივხვდი რომ ეს ძალიან მივხვდი იმისა რომ შეიძლება ადამიანებს გაგვიმართლა ეს თემა არის ნამდვილად რაღაცნაირი საკითხი მოდი სოციალურ ქსელებს რახან შევეხეთ შენ თქვი რომ წაშალე აპლიკაცია კი თითი აგრესიით ისედაც არ გამოვირჩევი მაგრამ არ მსიამოვნებს ან ძირითადად უარყოფითი რაღაცებს მე ისედაც არ ვკითხულობ კომენტარებს მithumetes იმ ადამიანებზე ვინც მიყვარს მართლა არ ვკითხულობ უბრალოდ არ მაღელვებს ვინ რას იფიქრებს ამაზე სხვათა შორის ეს მხოლოდ კომენტარს არ ეხება ჩემი ხასიათის რაღაცნაირი ნაწილია ბავშვობიდან დედაჩემსაც რო უთქვამს თქვათ რაღაც მე ვამბობ რომ უბრალოდ არ მაინტერესებს თუ ვიცი რომ მართალი ვარ თუ ვიცი რომ ამით არაფერი შავდება მაგრამ კი რა მინერვიულია კიდეც ავღელვებულ ვარ როცა წამიკითხავს თქვათ როგორ შეიძლება ეს წამში რაღაცნაირად გადაუარონ ადამიანს მაგრამ იმდენად ბინძურია ყველაფერი იმდენად საშინელი ფერია იმდენად მძიმეა არ მსიამოვნებს არ მინდა რომ თუნდაც იმიტომ რომ არ ვკითხულობ კომენტარებს უბრალოდ საერთოდ ვიყო არ მინდა ამიტომ შედარებით ისეთი ქსელი ავირჩიე სადაც არ არის სამხელა ამბავი თუ რამის გაზიარება მინდა იქ შემიძლია გავაზიარო ჩემთვის და ასევე ისეთი ადამიანები ვნახო ვინც ვიცი რომ მის არ მაინტერესებს ეს არ ნიშნავს რომ არ ვიცი სხვისი აზრი ვიცი რა თქმა უნდა ვიცი იმიტომ რომ მე ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი მაგრამ გონია რომ არ უნდა მივცე ადამიანებს უფლება უბრალოდ ცუდად ვიყო არავის არ აქვს ამის უფლება რომ თავიანთი ცუდი განწყობით, უარყოფითი კომენტარით, ცუდი ფიქრებით, ცუდი განზრახვით მე გამხადონ ცუდად. არა აქვს ამის უფლებას მხოლოდ და მხოლოდ ისე მე მივცე. და არ მინდა რა რომ ეგ მივცე. თამრიკო Facebook-ი გააქვს. აღარ ექნება ახლა ეს გადაცემა და სრულდება. ქონდა თავი რამდენი წლის წინ იყო აღარ ბევრი წლის წინ. შეცდომა დავუშვი. ძალიან დიდი. შენ დარეგისტრირე? ხო, ყველა მეჩხუბება. ანი, მარიამი, კოკო, მეჩხუბებიან რომ ამაზე როგორ უნდა კონდეს რეაქცია და მე ის კი არა დავუშვათ რომ მე ძალიან უნამუსოდ იწერებიან და რა თქმა უნდა გტკივა როცა შენზე აბსოლუტურად უსამართლოდ წერენ. აი 1% რო არ არის
საიმისო რომ რაღაცას მოეჭიდონ და იგონებენ რაღაც საშინელებას და მე ზოგადად ნერვიულობ რომ რატო დადის ამდენი გაბოროტებული ადამიანი რატო წერენ ამას იმიტომ რასაც თუნდაც ჩემზე წერენ არაფერი არ არის იქიდან ხელმოსაჭერი აი საერთოდ არაფერი მაგრამ წერენ ისეთი ხდება სოციალურ ქსელში რომ ანი გეთანხმები აუცილებლად აქედან გავალთ და ამას მოусპობ იმიტომ რომ მაშინაც ნერვიულობდი ძალიან და ისე განვიცდიდი ამას რომ აი ჩემებმა ეგრევე მომისპეს და დავთანხმდი აბსოლუტურად დამშვიდად ვიყავი ტელეფონი გამიფუჭდა ახალი ტელეფონი ხელოსანმა რატომღაც ჩათვალა თურმე რომ Facebook-ին და გამიკეთოს და მე არ ვიცი რომ ეს Facebook-ი მაქვს. და რაღაცა მოთხოვნები მოდიოდა მეგობრებებს. რაღაცა და მე ვაჭერ ძალიან მწყრალა თუ არ საერთოდ აი ეგეთი რაღაცა ტექნიკა ეს აი მაგ ცოტა ვერ ყვევი რა მოკლედ ცუდად არის რა ვიცი ხა რაში ეხა ვიღაცა დამიწერს რომ იმიტომ რომ ალბათ უნიჭო ხარ ან რაღაცა დამიწერე. არა ძალიან რთულია. რა ვქნა ნუ რა ყველას აქვს რაღაცა თავისი გართულება მე მაქვს აი ეს იმიტომ რომ მაგნიტოფონებს ვაფუჭებ ყველა არასად ჩემი მაგნიტოფონი არ მუშაობს. არც მანქანაში მიმუშავებს. ბატონო მიქსერი აი ყველაფერი მიფუჭდება რა ფეთქდება რაღაცა ჯანდაბა მემართება არ ვიცი რა მოკლედ ტექნიკა დილებს აკეთებს იმას უფუჭდება ალბათ რა ვიცი არა ტექნიკასთან გადასარევად მეგობრობს მაგრამ მოკლედ რა და წყალებში ხო წყალებში რა თქმა უნდა და ეხლა ამ სპეციალისტს რომელმაც გადამიტანა ის რა ქვია მაგას ტელეფონში პროგრამა განაახლა პატივი მცა ეთყობა და ეს გააკეთა მეგობრები მეუბნებია რომ კაცო შენ იძახიო რომ Facebook-ი არ მაქვს აბა მეგობრობის თხოვნას რა გვიგზავნიო და მე ვთქვი რაღაცა სიახლეა და ვაჭერ ხელს მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს აი რამდენიმე დღეა მე ახლა ეს მაქვს და ისე დავითრგუნე და პირდაპირ გეტყვიცი შემეშინდა ხვალინდელი დღის რა მოვიდა ამ ადამიანებს აი ეს გამაგებინა მეტი არაფერი ამ და ასე როგორ გავბოროტდით სოციალურმა ქსელმა პირდაპირ გეუბნები დამთრგუნა და მე არ მინდა რომ მქონდეს და დღეს აი აქედანი გავალ თუ არა აღარ მექნება გინდა გაგამხიარულოთ არ ვიცი გადავიდეთ ცოტა ვითამაშოთ ისეთი მსუბუქი თამაში არ ვიცი ამის შესახებ არ შეეშინდა არ იცი ან ამის შესახებ მე მგონი სათა არა კარგი თქვენ მე როგორც მივხვდი ძალიან მეგობრულები ხართ და ძალიან კარგად იცნობთ ერთმანეთს ესეთი ამბავია სამი ამბავი და მოყვეთ არ არის საჭირო ძალიან დიდი ამბავი შეიძლება რაღაცა მე გუშინ რა ვიცი მარკეტიდან შოკოლადი მოვიპარე შენც დავრიკომოთ და თქვენ უნდა გამოიცნოთ აქედან ტყუილი რომელი იყო ქუჩაზე გადავდიოდი რაღაც აღსარებას აბარებენ არა მანქანები ნელა მოდიოდნენ და რაც ქალი დავინახე მანქანაში ფანჯარი ჩაწეული ქონდა და წვერში ქონდა თითი და ჩავძახე ფანჯარაში ცხუში თითი თქო და გავაგრძელე გზა გასაგებია ოჩახ შენ შემდეგი ერთხელ ლიზიკოსთან ერთად ვთქვი ძალიან ცუდი სიტყვა და შემომხედა გაკურვებულმა ეხა ეს 17 წელი არ ჩაგვეყაროს წყალში რაღაცა კარგად გავიხსენოთ არა ხო მინდა რა გავიხსენ ხო და მისა დედაჩემს ვუყვიროდი ფანჯრიდან ერთხელ ცხვირში თითი არ უნდა იყოს ტყუილი მართლა ასე მგონია ხო ასე მგონია რომ არის მაგის განკეთებელი იცი აი ნუ თან ის ფანტასტიკური ჰუმორი აქვს მართლა და ის რომ დედაშენს ფანჯრიდან უყვირე შენ აი ეგეც მართალი უნდა იყოს იმიტომ რომ გააჩნია როგორ უყვირე და ანუ უყვირებდი რაღაცა ისეც რომელსაც ჩავარდებოდა ია უხერხულ მდგომარეობაში ისეთი რამე რაც გაგიკეთებია შენ ნუ რაღაცა მიშველეთ რაღაცა უყვირია მაგალითად მაღაზიაში და ეგეთი რამე შეიძლება გააკეთა შეიძლება იკადრა დედამისთან იმიტომ რომ შეხუმრებული ფანტასტიკური აი დედაჩემს ლიზიკოს რო უთხრა ცუდი სიტყვა ეგ მგონია ტყუილი ლიზიკოს ვუთხარი არა თქვი მეთქი ლიზიკოსთან თქვი ცუდი სიტყვაო ხო ხო ლიზიკოს კი არ ვუთხარი ხო რა თქმა უნდა ხო მე შემეშა ის რომ ლიზიკოს თან თქვა ისა ცუდი სიტყვა აი ეგ მგონია ტყუილი აჰა მე არ ვიცი რა ხდება ეგ არის გამოიცნო ყოჩა მოკლედ ამას წინათ ვიყავი წასული ერთ ადგილზე სადაც
მანქანა გამიჩერდა მანქანა და იქო იყო სკროლი დაბჯექი და მივედი დანიშნულ ადგილას. ეს ერთი ძალიან არ დამაგვიანდა. კაცინებს ვერ გავიგე. რა მიხვედი სკროლი ბოლომდე. რა თქმა უნდა. უნდა არ გითხარით რომ არ შეგშინებოდათ და მე და ჩემი მძახალი ია მოკლედ წავედით ერთ-ერთ რაიონში ხო და იქ გითხრეს რომ რაღაც ესეთი რაღაც დავიწყეთ საუბარი ზოგად მდგომარეობაზე რაღაცა მთელი ამბები იყო და თქვენ კლარა ცეტკინი და როზანა ქსებურგი ხართ. მე და ჩემი მძახალი ია რა სასაცილოები ვიყავით თქვენ და გენახათ. აი ეს იყო ძალიან კარგი და მომწონს ეს ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთზე ძალიან ბევრი ვიცნობთ და ხო და იყო ერთ დღეს სხვათა შორის დამირეკეს და მითხრეს რომ კენჭი უნდა იყარო მაჟორიტარი უნდა იყო და მე ვთხარი რომ აი მართლა არ არის ჩემი ადგილი ჩემნაირმა ადამიანებმა დაუპეს იმიტომ რომ არიციან ბევრი რამ და მე ჩემი საქმე ვიცი და ამის გამო უარი უთხარი და ძალიან გამიბრაზდნენ და მას შემდეგ ჩემზე ნაწყენები არიან აბა მითხარი ახლა კიდე რომელი ვთქვით ყვი ამრიკო რა გინდა კაცო მიხარ გონია რომ მე ვერაფერი ვერ გავიგე პირველი იყო ტყუილი სკროლი იყო ტყუილი ანა კი აი თავს დავდებ მაგაზე იმიტომ რომ ვერ მივიდოთ სკროლით ბოლომდე აუცილებლად მანქანა რომ გამიჩერდაო ეგ კი შესაძლებელია მაგრამ გაჩერებული მანქანითაც მიდის თამრიკო არ არის პრობლემა. საბურავ დაშვებუმრა აბსოლუტურად პრობლემა არ აქვს. საოცარი მძღოლია რო იცოდეთ. რო ვერ წარმოიდგენთ ისეთი. ხო, არა. არა, მართლა კარგი. არა, თან ისეთი რა, რისკიანი. ძალიან. მე მახსოვს თქვენზე ეგეთი ისტორია რომ გიაყვებოდა რომ ყოველთვის ეშლება ხშირად ყოველ შემთხვევაში ეშლებოდა მანქანა სხვაგან ჯდებოდა. მე რამდენჯერაც მე აი რა არის ბავშვობაში მოსმენილი ისტორია ვისით მოხიბლული ხარ ხო აი დავიფიცებ რამდენჯერაც ჩემი მანქანა შემეშლება ხოლმე და იქ სადაც ვაჩერებ ვარჯიშს ზუსტად ჩემნერი ყავს მეორეს და იმ კაცმა იცის რომ მე ამსუ მეშლება უბრალოდ ესე რომ შევახმენ და ისე და ვეკაჩები და ჯერ უყურებ შიგნითო სხვა რაღაცეები დევს და რატო არ იღება მე ვხვდები სულ მახსენდება თამრიკო აი სულ ეგ მართლა საშინელება ეხაც ბოლო იყო, აი ერთ-ერთი ბოლო იყო, სადაც კოკო მითხრა დედა ეს მანქანა ბევრად ძვირიანია ვიდრე შენი. ეგ არ არის შენი მანქანა. ერთი ისტორია მქონდა, აი მართლა შემრცხვა. აკადემიკოსების სახლთან გავაჩერე მანქანა, უნდა გადავსულიყავი მაღაზიაში და გადმოვსულიყავი, მაგრამ მანამდე 5-ჯერ თუ 6-ჯერ აღარ მახსოვს საკუთარი სარკეები მაქვს დაშლილებში ნაყიდი. ვცნობდი ჩემს სარკესთან, იმიტომ მოპარავდნენ, წავიდოდ დაშლილებში, ჩამომატარებდნენ და იქ რაღაცა რამდენიმე მე თვითონ არ ვცნობდი ეს არის ჩემი სარკე და ვიყიდე. 1-2-ჯერ მაჩუქეს ბოლოს მოერიდათ და ნუ 2-ჯერ თუ 3-ჯერ ნამდვილად ჩემი სარკე მოვიტანე ისევ და დავაყენე და მე მითხეს რომ იცი რა შურუპებზე დაგიმაგრე და კი ცოტა დაუშნეუდება მე ვთქვი რა რჩევი მაგას აღარ შემიძლია სარკეს იპარავენ მეთქი და დამიმაგრეს არაფრით არ უნდა მოიპარონ სარკე და იქ რომ დავაყენე აი რა ქვია აკადემიკოსების სახლთან გადმოვედი და რომ გადმოვედი ორი ბიჭი იდგა და ნუ გამომაყოლეს თვალი ხა ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ ხო იცი კარგად ნუ ხა დაუნახი ხარ და გესა თვალი რომ გამომაყოლეს არაფერი ხა არ შევიმჩნიე შევედი მაღაზიაში და გამოვედი რომ გამოვედი ვხედავ რომ ჩემ მანქანას არ აქვს სარკე. ორივე ოღონდ და აი მივხვდი რომ თვალებში დამიბნელ და უცბად არასდროს ახლა მართლა არ მახასიათებს ესეთი რამ და ამ ბიჭებთან მივედი პირდაპირ და მეუბნები. მეთქი აი ხა როგორ დავიჯერო მეთქი რომ აი აქ სარკეებს იპარავდნენ და თქვენ ეს ვერ დაინახეთ მეთქი. ერთმანეთს შეხედეს და არაო აქ არავინ არ მოსულა. რას ამბობთ მე ვთხარი აი ეს წუთია მე ვთხარი აი 5 წუთი არ არის. სანამ ვიყიდე გამოვედი რა გაღახდა მე ვთხარი ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ მეთქი. ისე გამწარდი და ეხაც ვერ პატიობ ჩემ თავს ამას რა რატო უსაყვედური ამ ბიჭებს და აი მეთქი აი ესე ხელი ავიქნი და ვხედავ ჩემ მანქანა დგას სარკეები. ავჯექი ამ მანქანაში და
აი როგორ ვიცინი, იცი რომ ცრემლებამდე მე თვითონ აი რა შთაბეჭდილებას დავტოვებდი წარმოვიდგენი აი ბიჭებთან, იმიტომ რომ მოვიდა გვეჭხობა, აი ესეთ რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ კიდევ კარგი რომ იმის უნარი მაქვს, რომ ჩემ თავს დავცინი მე და ვიცინი, რა გავაკეთო ხა, მეტი რა გზა მაქვს იმიტომ. ძალიან კარგი იუმორი გაქვს. მართლა, მადლობა და ამიტომაც ღებულობ სხვის იუმორს, კარგად შეიძლება მეთქი, კიდე კაი ეგ მშველის და რომ ეს აუტანელია მინდა გითხრათ, მაგრამ ნუ რა ვქნა, ვიტან. ძალიან საყვარლები ხართ. მე მგონი კიდევ რაღაცნაირად მე მინდა ხოლმე რომ ჩემმა მაყურებელმა კიდე რაღაცა სხვანაირად ხარ როგორ შეიძლება კიდე სხვანაირად თამრიკოს რამდენი ხანია ვუყურებთ სულ ეკრანზეა სხვათა შორის ძალიან რთულია ამდენი ხანი იყო ყავდა შენი მაყურებელი შენი მსმენელი და იყო აი განსაკუთრებული ერთი ქალი სულ იმიტომ რომ თაობები იცვლება დრო გადის ხალხს გემოვნება ეცვლება და ყოველთვის და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემი თქვენს მიმართ და მადლობა და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვისთვისაც რა ვიცი დავრჩი ისევ თუ ამიტომაც ვამბობ ხოლმე რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი სიხარული დიდი წყენაც ხანდახან გულის ტკივილი ახლავს მაგრამ სამაგიეროდ მე ძალიან სიყვარულია ძალიან მნიშვნელოვანი კი და ის ისეთი დოზით არის ხოლმე და ეს დიდი დოზით აქვს თამრიკოს ნამდვილად მადლობა შემრცხვა. მადლობა გოგებო, ძალიან რომ ერთი სიტყვით და ასე ვთქვათ რეზიუმე გავაკეთო, რომ აი როგორი განწყობითაც ჯერ თქვენს მიმართ აქ მოვედით მე და ანი და როგორი სიმართლითაც მოვედით ნამდვილად ყოველგვარი თავმოწონების გარეშე რომ ასეთი დავანახოთ ძალდედამთილობა მე მინდა რომ აი ქართულ ოჯახებს უსურვო აი ეს ჯანსაღი დამოკიდებულება რაც ჩვენ გვაქვს იმიტომ რომ ეს არის საწინდარი გამრავლების კიდევ უფრო სურვილი გქონდეს რომ კიდევ გააჩინო სურვილი გქონდეს იმის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიკრიბო ირგვლივ იყო ბედნიერი და გააბედნიერო სხვა და აი ეს არის მინდა რომ უბრალოდ ყველა ქართულს უსურვო ის რომ ის არ უსურვო რაც ახლა ხდება რაზეც წერან თქვი პირიქით აი ეს დამოკიდებულება ოჯახშიც და ოჯახში თუ გაგიმ პატარა სახელმწიფოში ნამდვილად როგორ გაიხურავ კარს და სხვასაც აბედნიერებ ამით აუცილებლად და აი ესე უხაროდეს თუნდაც რძალდედამთილს ერთმანეთის წარმატება როგორიც იმიტომ რომ თქვენ რო იცოდეთ მე ანის სპექტაკლებზე როგორ ნერვიულობ აი რომ ვზივარ და თან გარდა იმისა რომ ნერვიულობ ძალიან ამაყივარ და ეს უმეშინია ხოლმე რომ ვინმე არ დამიჭიროს თვალით რა რომ აი ძალიან ვიკავებ თავს სხვათა შორის რომ აი ესეთმა ადამიანებმა მე ჩასაფრებლები არიან შეიძლება ეს რაღაცა სიყალბეში ჩაგითვალოს იცი მართლა კი ახლაც იტყვიანგაც ახლა შეიძლება თქვა მაგრამ არა ვქოს მე აღარ მექნება Facebook-ი და მოჭი აღარ წავიკითხავ მაგრამ გულწრფელად ვამბობ რომ აი მართლა ისეთი სასიამოვნო განცდა თან და აი რაღაცა ხო ბოლოს უკვე რომ გამოდიან ხოლმე თავს უკრავენ და ანის რომ აი ესე სიყვარულით ხვდებიან და ისეთი რატო ახლა გარდა იმისა რომ მე ეს ძალიან მსიამოვნებს მე ვხედავ როდესაც კოკო გამოდის სცენაზე და მარიამი გამოდის სცენაზე ამ დროს რას აკეთებს ანი ამას ვხედავ იცი და იმიტომ კი არა ვარ ანის გულშემატკივარი ხვდები ანუ იმდენად ჯანსაღია იმდენად წრფელია ეს სამკუთხედი თუნდაც მეც ხანდახან გამოვდივარ ხოლმე და რაღაცას ვაკეთებ სცენაზე და იქაც ისეთი გულშემატკივარია რომ აი ეს მინდა რომ ვისურვო რომ აი მოდით რა რაღაცა ჯანსაღი ურთიერთობები აღვადგინოთ ეს იყო საქართველოში მაინც ამაზე იდგა მე მგონი ჩვენიერი და ნუ რაღაცა ნუ დავჭამთ ერთმანეთს აი იყოს ეს რაც როგორც ვართ ჩვენ ახლა მოსულები და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენ გამოგვარჩიეთ ამ თვალსაზრისით არა ანიკო კი მადლობა თამრიკო შენიც მე როგორც თქვი დიდად არ გამოვირჩევი ხოლმე ხმამაღლა რაღაცეების თქმით მაგრამ პირველ რიგში ძალიან ჯანმრთელი მინდა იყო მეც მინდა მეტი დრამატოლოგიის სკოლის ხმობს მე მგონი თავის სიყვარული და თელი გულით მინდა იყო ძალიან ბედნიერი და ამიტომ აკეთე ის რაც შენ მართლა გიხარია და ზუსტად ვიცი რომ როცა რაღაც ძალიან გინდა აუცილებლად გამოგივარ მადლობა და ისიც ვიცი რომ შენ ძალიან გაგიხარდება კი რა თქმა უნდა მიყვარხარ ძალიან მაგარი გოგო ხარ მეც მოვიკითხავ ჩემ დედამთილს აბა ჩვენ ჯავახიშვილი არის ჩემი დედამთილი რომელიც მართლა ყველა ჩემს წამოწყებას
ძალიან დიდი გვერდში დგომით და პატარა ბავშვის აი დიდი შემართებით. აი ამიტომ ჩვენც მოვიკითხავთ შენ დედამთილს, იმიტომ რომ ასე რომ ძალიაკებს. ხო, აი ძალიან გამიმართლა და მე და ინგას ჩვენი ურთიერთობა გვაქვს, ჩემი ქმარი აქ ძალიან ცოტა შუაშია, კი, ნამდვილად. და მოვიკითხავ აქედან, იცის რომ მიყვარს ნამდვილად. თქვენ ძალიან მიყვარხართ, ძალიან მიხარია რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხადეთ, მეც და ჩემი მაყურებელიც და მადლობა და საჩუქრები, ვაი, მე ამჭორობდი საჩუქრები დამავიწყდა. მადლობა. ესე იგი, მეც თამრიკოსავით შევარჩიე ისე რომ მინდოდა რომ მოგწონებოდათ და მაქსიმალურად რაღაცა სტილთან ახლოს ყოფილიყო. როგორც თქვენ გნებავთ, ეს არის ქართული ბრენდი ნიკოლო, რომელიც ნატურალური ტყავიდან საქართველოში აწარმოებს სხვადასხვა სახის აქსესუარებს, ხო, ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის და შევეხეთ ახლა ამას. ჩვენ ყველამ ვიცით ეს ბრენდი, ეს არის ხოლმე ყველა მოლში, ნატურალური ტყავის ელეგანტური ჩანთა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს გარდა იმისა, რომ ამაზე იქნება პრაქტიკულიც იქნება თქვენთვის და სწორად შევარჩიეთ. მადლობა გოგოებო. მადლობა. ასე რომ ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა და ვფიქრობ რომ რძლებმა და დედამთილებმა ერთად უნდა უყუროთ და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეშლის, ჩემი სტუმრების ესე კომფორტული მასპინძლობისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო, გვიყურეთ ყოველ სამშაბათს, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, დაკომენტარება თუ რა თემებზე გინდათ რომ ვისაუბროთ. ნახვამდის.